გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. გამარჯობა მოგესალმებით ბანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ძვირფასო მეგობრებო, სანამ მონოლოგს დავიწყებ, მინდა სოლიდარობა გამოუცხადოთ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ონისეს მიულოცავ დაბადების დღეს, რომელიც გუშინ მქონდა. 30 წლის გახდა ონისე, 30 წლის 30 აპრილს, 30 ოქროს დაბადების დღეს შეხვდა ციხეში. მინდა უსურვო ხნეობა, ჯანმრთელობა და სულ მალე გათავისუფლება. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა შეგახსენოთ, რომ რატომ ზის ონისე ცხადაძე და ონისესთან ერთად სხვა სინდისის პატიმრები ციხეში. 2024 წლის 28 ნოემბერს გამოვიდა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განაცხადა ციტატა: დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. გახსოვთ რაც მოყვა ამას, დღემდე გრძელდება პროტესტი და ამ პროტესტის გამო დღემდე აკავებენ ადამიანებს. ახლა მინდა ერთად ვნახოთ რა კომენტარი გააკეთა კობახიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ახლა უკვე მაკა ბოჭორიშვილმა ერთი რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება. ვნახოთ აბა ერთი ეს. ბოჭორიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მოგეჩვენათო. გაიგეთ ხალხო, მოგვეჩვენა თურმე, ალბათ სინდისის პატიმრებსაც ეჩვენებათ, რომ ციხეში არიან ახლა. სინამდვილეში ონისე ცხადაძე საკანში კი არა, იბიცაზე ისვენებს, მშვენივრად 1 წელზე მეტია. ანუ კობახიძეს არ უთქვამს და ჩვენ მოგვეჩვენა. ამიტომ ახლა მთელი საქართველოს მოსახლეობა უნდა წავიდეთ ყურის ექიმთან და სმენა შევიმოწმოთ, იმიტომ რომ ბოჭორიშვილის თქმით მთელ ქვეყანას ყურში გვაკლია. თუ დადასტურდა რომ ყურში არ გვაკლია, მერე უკვე უნდა გადავამოწმოთ მხედველობა და დავადგინოთ მართლა კობახიძემ თქვა თუ შეგვეშალა. და თუ ეგეც არ დადასტურდა, მერე უკვე ტვინი უნდა გადავიღოთ მთელმა ქვეყანამ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს, რატომ შეიძლება ვაძლევდეთ ხმას ქართულ ოცნებას. ტვინის რომელ უჯრედში გვაქვს პრობლემა, ძვირფასო მეგობრებო, ეს უნდა დავადგინოთ. ეს აუცილებლად დასადგენია. მოდი გადავიდეთ ქვეყანაში არსებულ ცენტრალურ და აქტუალურ თემებზე. სუსის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარეძე უკვე ოფიციალურად იკავებს სრულიად ახლად შექმნილ პოსტს გენერალ-მაიორზე. დამავიწყდა ჩინი რომ მეხსენებინა. ის იქნება სამართალდამცავ ორგანოთა კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრი და ასევე ვიცე-პრემიერი. მე ვფიქრობ, ამ თანამდებობის სახელი არის ძალიან ამბიციური, ვერ გათვალეს. ყოფილიყო მაგალითად პრემიერის ახლობლის სამინისტრო. პრემიერის ახლობლის არავის არ ექნებოდა ზედმეტი კითხვის ნიშნები. ჩემი ახლობელია და ჩემი ახლობელი მინისტრია, ესე იტყოდა. როგორც ირკვევა მდინარეძის სამინისტროს არც თანამშრომლები ეყოლება და არც ბიუჯეტი ექნება. საერთოდ მდივანიც კი არ ეყოლება ყავა რომ მოუდუღოს. ის კი არა და ტელეფონით ცალმხრივად ექნება გათიშვილი რომ ვინმეს არ დაურეკოს. მოკლედ ისეთი თანამდებობა აქვს, არც კორუფციას ებრძვის, არც ნაცებს ებრძვის, ერთადერთი მხოლოდ მარტოობას ებრძვის. უნდა იჯდეს სამარტო კაბინეტში დამლაპარაკებლის გარეშე. ჩემი აზრით მამუკა მდინარეძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, რომლის სამსახურში სიარულიც კი არაა საჭირო საერთოდ. შეუძლია სახლიდან იმუშაოს და გაუწიოს კოორდინაცია ყველაფერს. იმიტომ რომ როცა კორპუსის თავმჯდომარეს უფრო მეტი ფუნქცია აქვს ვიდრე სახელმწიფო მინისტრს, არ არის აუცილებელი ყოველდღე სამსახურში იაროს. მამუკა მდინარეძის ახალ თანამდებობას ოპოზიციაში ძირითადად ირონიული რეაქციები მოჰყვა. ბატონი მამუკა ძალიან ორიგინალურად დაიცვა ნინო წილოსანმა, რა თქმა უნდა ნინო დაიცავდა. მოდით ნახოთ ქალბატონ ნინოს სიღრმისეული ანალიზი.
ასეთი მასშტაბის რეაქცია, როგორც წესი, მიუთითებს არა მხოლოდ ინტერესზე, არამედ მათ შიშსა და გაურკვევლობაზე, რადგან სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იქიდან დაიწყო ნაცების გაცამტვერება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წილოსანის ეს განცხადება ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ძირითადი პოლიტიკა არა ქვეყნის წინსვლა და განვითარება, არამედ არც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ არის ნაცების გაცამტვერება. მართალიცაა, მე თუ მკითხავ, მთავარია ნაცები იყვნენ მორალურად და პოლიტიკურად მიწასთან გასწორებულები, თორე გაჭირვებას, გაძვირებულ ფასებს და ჩამოშლილ სახელმწიფოს კი ეშველება ოდესმე კაცო რაღაცა ეშველება. ეშველება, აბა რა იქნება. ნინო წილოსანის თქმით, მამუკა სუსში ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად კი არ მისულა, არამედ მივიდა ნაცების გაცამტვერებისთვის. აი ეს თქვა. მე მგონი დროა ნინო წილოსანს დაუფასოთ ის გულწრფელობა, რომელსაც გაუაძრებად აფრქვევს, სადაც მისი ენა არ აძლევს მისთვის დაფიქრების საშუალებას და ავტომატურად სვია გაუაზრებელი წინადადებები და ამიტომ ეს დასაფასებელია ნინოსგან. ბევრს აქვს, მაგრამ ნინოს განსაკუთრებით აქვს ხოლმე ეს შემთხვევები. წინა შაბათს, ნოდარ ბელაძის შაბათში ძალიან საინტერესო სიუჟეტი გავიდა ბიძინა ივანიშვილზე, ვნახოთ რა დაადგინეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან, ანუ ქართულ ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ. აი ახლა რა იყო ახლა ეს რა გამოძიება ახლა კარგით რაღაცა. ყველაფერს ისი აშუქებს როგორც გაწყობთ რა. იცით ბატონი ბიძინა რატო აპროცენტებს საქველმოქმედო ფონდ ქართულს ფულს? იმიტომ რომ ამ შემოსული პროცენტებით უფრო მეტი ქველმოქმედება გააკეთოს. მართალიცაა, შესაბამისად რეაქციაც ესეთი იყო ხალხში. ხო და ამ სიუჟეტის შემდეგ ორშაბათი დღიდან მოყოლებული ბიძინას ქების კვირეული ჰქონდათ ქოცებს. ამ კვირაში ბოლომდე დახარჯეს თუ რამე კომპლიმენტი ჰქონდათ და საქებარი სიტყვების გაზაფხულის კოლექცია წარმოგვიდგინეს ქართულ მოუწნების წევრებმა. მაქებრებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ირაკლი კირცხალი. ახალი ადამიანია, ვერ ვიმახსოვრებთ ამათ სახეებს, ჯერ ჭირს, მაგრამ ნახოთ მისი კომპლიმენტი. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხის ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ. საქართველოს ისტორიაში, ხალხო, ყველაზე დიდ ქველმოქმედს, ანუ საქართველოს ისტორიაში. ესე იგი ზუბალაშვილებზე, სარაჯიშვილზე და დიდი ქველმოქმედია და ექვთიმე თაყაიშვილზე დიდი ერის მამაა, წარმოიდგინეთ. ჩემი შეფასებით ეს არის ბიძინას ქების უმაღლესი ლეველი, ძვირფასო მეგობრებო, როცა შეგიძლია შუბლის ზარღვი და სინდისის ნერვი ერთდროულად გაიწყვიტო. ესეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. შუბ ცალ-ცალკე გაუწყვეტიათ, პრობლემა არ არის, მაგრამ ესე ერთდროულად არ ყოფილა ესეთი შემთხვევა. ეს მართლა ბევრს არ შეუძლია. აი კირცხალიამ შეძლო. მე სულ სხვანაირად დავახასიათებდი ბატონ ბიძინას. საქართველოს კი არა, სოფლიო ისტორიაში მე არ მახსოვს მსგავსი ქველმოქმედი. სოფლიოს და საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში არ დაბადებულა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი. რა კარგად გამომდის ხალხო, აი რა კარგად გამომდის რა. რომ არა ეს პროევროპულობა, პრინციპები, თავმოყარეობა და ასეთი სულელური წვრილმანები თავისუფლად შემეძლო ახლა ოცნების წინა რიგებში მჯდარიყავი. აი ეს წვრილმანები რა უბედურება არის კაცო. რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გაიმართა ოცნების თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დასკვნითი სხდომა. გამოტანამდე ბრალდებულმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, ვნახოთ ეს განცხადება. 1,700,000 ლარი მარტო ბინების გაქირავებით მაქვს მიღებულია. რა ბინები გააქირავა ასეთი ხალხო, რომ 1,700,000 მიიღო გაქირავებისგან. რა ვიცი, აი რა ბინები კი არა, მე მგონი მიკრორაიონი ქონდა მთლიანად ناقიდი. ჩემი აზრით და ის ქონდა პირდაპირ გაქირავებული. არ გამოურიცხავ რომელიმე უბანს გადაარქვა სახელი და დაარქვა ჯუანშერის რაიონი. რაღაცა ეგეთი ექნება. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთ ჩინოვნიკს რამდენი ფული აქვს. გამოწურული აი ამ ქვეყნისგან და კიდევ რამდენი ჩინოვნიკი ყავს და ზემოდან თლათ მთავარი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ამ ქვეყანაში ბიზნესი არ აქვს. ამ ქვეყანაში ბიზნესი არ აქვს.
თქვენ წარმოიდგინეთ ჯუანშერ ბურჭულაძის დასკვნითმა სიტყვა ვერ მოალბო მოსამართლის გული და ვნახოთ რა გადაწყვეტილება გამოუტანა სასამართლომ. 10 წლიანი პატიმრობასთან ერთად ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა სახლი და მიწა ესპანეთში და კერძო სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი თბილისში. მოკლედ აღარაფერი აღარ დაუტოვეს კაცს. ბოლოს უძრავ ქონება რომ აღარ დარჩა, სახელით ჩამოართვეს ჯუანშერიც ძალიან დიდრულად ჟღერსო და ახლა უბრალოდ ჯუი ქვია. ჯუი ბურჭულაძე. მოდი გადავიდეთ ყველასათვის ძალიან აქტუალურ და მტკივნეულ თემაზე, ეს არის ფასები საქართველოში, რომელიც უკვე კვირების და დღეების კი არა, საათების მიხედვით იზრდება ჩვენს ქვეყანაში. ნახოთ რა პასუხს სცემს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით. გაძვირება არის ტყუილი. 4 ლარად და 60 თეთრად გაყიდინოთ 10 კვერცხი. წაგიყვანოთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ 9 კილოგრამს 10 ლარში. საერთოდ რა არის იცით? ჩვენ ხალხი რომ არ ვიყოთ დახარბებულები, ხო? ამ ჭამას მას სულ თავისუფლად შეგვიძლია რომ 50 გრამი რბილი ხორცი 1 ლარად ვიყიდოთ. მაგრამ არა, ჩვენ მაინც და მაინც 1 კილო გვინდა რომ ვიყიდოთ. მაინც და მაინც 1 კილო გვინდა რა. რა ქვია? 7 ნაჭერი ხორცი გვინდა. 1 ნაჭერს კი არ ვჯერდებით. ხარბები ვარ, ეს მუცლის მონები ჩვენ. მუცლის მონები. არა, 1 უნდა, 1 კილო უნდა რა. 10 გრამს ვერ იყიდი, რა პრობლემაა? კობახიძის ამ განცხადებში შემდეგ სხვა ხორცის სახეობების სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ხორცის ფასი ძალიან დაეცა და შეიძლება უფრო ძვირიანი ხორცით ჩაანაცვლონო, ამბობენ. ირაკლი კობახიძემ ასევე დაგვამშვიდა, რომ ფასების შემსწავლელი კომისია დადებს დასკვნას და ამ დასკვნას გვამცნობს თავად კობახიძე. მართალია ამით პროდუქტები არ გაიაფთება, მაგრამ როცა უკვე დასკვნა გვეჭირება ხელში, ხალხიც ამოისუნთქავს შვებით ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ სად დასკვნის გარეშე რო ძვირდება ყველაფერი და სად დასკვნა რო გვაქვს და მაინც რომ ძვირდება ყველაფერი. აი ამ დასკვნის მეშვეობით ხალხის მდგომარეობა იქნება მძიმე, მაგრამ სტაბილური და დასკვნის გარეშე კიდე მძიმე, არაპროგნოზირებადი და ქაოსური. მიხვდით რაშია საქმე? ამიტომ დასკვნა აუცილებელია, უნდა გქონდეს. მთავრობა რომ ვეღარ უმკლავდება ფასებს, ახლა პროპაგანდის მთელი მანქანა ჩართეს და ტელეკომპანია იმედზე ვიხილეთ საოცარი სიუჟეტები და ქარდები იმის შესახებ, რომ ევროპაში ფასები გაცილებით დიდია. პოსტზე დებენ. რამდენჯერმე უფრო ძვირია ფასები, მაგალითად გერმანიაში საქართველოსთან შედარებით. ნახოთ ერთ-ერთი ასეთი ქარდი. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ხორცი გერმანიაში საქართველოსთან შედარებით 4-ჯერ ძვირი ღირს. გეთანხმებით. ეგ რა არის ევროპაში თქვენ არის პენსია რა ძვირია. რა ძვირია პენსია? აქ თუ 450 ლარია, ევროპაში ყოფილა 2000 евро. ანუ 6000 ლარი. აი უძვირესია. ხელფასები? აქ თუ 1000 ლარია ხელფასი, იქ ყოფილა 3000 евро, 9000 ლარი ხალხო ხელფასი. ცეცხლის ფასი აქვს ხელფასებს და პენსიებს იქ. ნეტა როგორ ცხოვრობენ ეს უბედნიერესი ევროპელები. დავიწვი მაგათი ლაღი ცხოვრების წოდვით. დავიწვი. ახლა გამახსენდა 2 დღის წინ რომ ჩემპიონთა ლიგის თამაში იყო. ეხლა PSG ახლა გერმანიას მოუგებდა, აბა რას უზავდა. ხო უყურეთ ახლა თამაში. ეს ბაიერნის ფეხბურთელები ხორცს საერთოდ ვერ ჭამენ თურმე და მოუგებდა, აბა რას უზავდა. ახლა დიდაც ვერც ფრანგები, მაგრამ აგერ ხვი ჩაიღე. ხო ხედავთ როგორ ფორმაშია, ანგრევს ყველაფერს ბიჭი. და რატო? იმიტომ რომ საქართველოში იაფია პროდუქტები და აქედან უგზავნიან. აქედან უგზავნიან. ხო? და იკვებება ბიჭი ახლა შესაბამისად, კარგი კვება აქვს. არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ევროპაზე უახლეს ინფორმაციების მიწოდებას. ტელეკომპანია იმედის მორიგი ქარდი ვნახოთ. გერმანიის ეკონომიკა კრიზისშია. კანცლერი მერცი კი ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. გერმანიის ეკონომიკა კრიზისში ყოფილა ძვირფასო მეგობრებო, საშინელება ხდება. გერმანიაზე ამბობენ ძვირფასო მეგობრებო, რომლებიც უშვებენ Mercedes, BMW-ს, Volkswagen-ს, Audi-ს, Bosch-ს, Siemens, Bosch, Kerchers, Browns,
Blaupunkt's, AEG's, Kronbacher's, Paulaner's, Adidas, Pumas, Porsche-ს და კიდევ რა ვიცი და ამაზე ამბობენ რომ ცუდად არიან და ჩვენ ვართ კატ. ხალხო რაღაც უნდა მოიფიქროთ. თუ ჩვენ არა აბა ვინ გაუწვდის ხელს გერმანიას, რომლის ეკონომიკაც არის გაპარტახებული და მიწასთან გასწორებული. ხალხი შიმშილის ზღვარზეა, ამიტომ დღეიდან ვანოს შოუ იწყებს სატელევიზიო მარათონს გერმანიის დასახმარებლად. სიმბოლური სახელწოდებით alle zusammen. ყველა ერთად. აი აქ, სადაც ბენდი უნდა იყოს წესით, ამ ადგილას მივეცით ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ძვირფასო მეგობრებო, შეგიძლიათ აქ მოიტანოთ და დაალაგოთ ტანსაცმელები, პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები. აი რამდენიმე მოქალაქემ უკვე მოიტანა ფუთები. ჩვენ გავუკეთეთ ორგანიზებას და გავაგზავნით გერმანიაში. სიკეთე გადამდებია და ახლა იმათმა ჩაიცვან ჩვენი სეკენდი. ჩაიცვან იმათმა, გაიგონ რა არის ერთი სეკენდით სიარული. დიახ, მობრძანით, უკვე აგროვდება დემენა. თუ რამე გვაქვთ დაპატარავებული ტანსაცმელი, დიდი, პატარა, საშუალო ზომის, ყველაფერი მოიტანეთ და დაალაგეთ. ასე რომ შემდეგი კვირიდან უკვე ბრიტანეთს ვიწყებთ ახალ მარათონს და მოვყვებით მერე საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ყველას ჩვენ დავეხმარებით. ამიტომ სიკეთე გადამდებია და მთავარია მონდომება. მინდა ერთი გადახვევა გავაკეთო და შემდეგ ისევ იმედის თემას გავაგრძელებთ. მინდა შემოგთავაზოთ ერთი ვიდეო. ევროპა რომ კრიზისშია და საქართველოს ეკონომიკური ზრდა აქვს, ეს ხომ ვიცით ახლა ყველამ, ხო? და ახლა მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს საფეხბურთო ჩემპიონატი, თასია, საქართველოს თასი, აღმავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ძვირფასო მეგობრებო, ეს ხონში ხდება, ვნახოთ. მიმართავ სპორტის სამინისტროს, მიმართავ ფედერაციას, 300 მილიონია ფეხბურთის ბიუჯეტი. კაი სტადიონს არ აკეთებთ გასაგებია, მაგრამ ამ გვერდით მსაჯ ბოტები მაინც უყიდეთ, ამ ხელა გუბეშიო დააჭყაპუნებს. აქ პენალტი რომ დანიშნულ, ფეხბურთელმა ჯერ უნდა ამოყვინთოს და მერე დაარტყას და მეკარეს ანალოგიურად ჯერ უნდა ამოყვინთოს და მერე უნდა გადახდეს. ერთი სიტყვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი სპორტის სახეობა გავაერთიანეთ, წყალფეხბურთი. ფიგურული ცურაობის შემდეგ კიდევ ერთი ინოვაციური სპორტის სახეობას ჩაუყარეთ საფუძველი ძვირფასო მეგობრებო. ვიდეოში ვინც იხილეთ, ეს არის მარჯვენა მხრის მსაჯი, ხოლო მარცხენა მხრის მსაჯს მაშველები ეძებენ. ერთ-ერთ გარბენაზე მორევმა ჩაითრია და ახლა ვარზე ამოწმებენ რა ადგილას შთანთქა წყალმა. ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩია, კარგით აღარ გვინდა დაუბრუნდეთ ისევ პროპაგანდისტულ არხს და გავაგრძელოთ ევროპული ქვეყნების მიმოხილვა, ეკონომიკური კრიზისიდან გადავინაცვლოთ მორალურ კრიზისს. ვნახოთ მორიგი თავზარდამცემი ინფორმაცია ამჯერად უნგრეთიდან. ხალხო, უნგრეთში ეხლა ხან შეიცვალა ხელისუფლება და უკვე რა ხდება? ვნახოთ. იმედი ავრცელებს. საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ უნგრეთში LGBT თემატიკის ტელევიზიის შექმნა იგეგმება. არხს ტევეც სისარტყელა ერქმევა. უნდა გრძელდებოდეს და არხ სისარტყელაზე საინფორმაციო გამოშვებას ორი ტიტველი კაცი წაიყვანს, რომლებსაც მაგიდაც კი არ დაფარავს. არხის გენერალური სპონსორია უნგრეთის მამაკაცების რძის კომბინატი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ უნგრულ არხზე გადაცემებით შესაბამისი ექნებათ ცეკვავენ ტრანსგენდერები, სტუმრად ნონასთან, პროექტის სქესის გამოცნობაზე ვინ არის და სერიალი მიხო და მიხო. აი ასე ძვირფასო მეგობრებო, ვიქტორ ორბანი აკავებდა თურმე ამ გეი პანდემიას უნგრეთში. წავიდა თუ არა ორბანი, ყველამ მოიშიშლა უკანალი და იფეთქა პანდემიამ. ეს გინდათ ხალხო.
ჯერ სასწრელი მაუწყებლობა და მხოლოდ გეი ქორწილები გადის და მერე დაამატებენო თურმე საშინელ გადაცემებსაც. ხედავთ, მადიარის გამარჯვების მერე როგორ წამებში გაიყო უნგრეთი. დააცადეთ ტელეკომპანია იმედს და ნახავთ ცოტა ხანში როგორ გაათხოვებენ საჯიშე უნგრელ კაცებს. საჯიშე უნგრეთი კაცებიც გამოგვეცალა ხალხო. ამიტომ ერთ მუშტად შევიკრათ. ერთადერთი საქართველო დავრჩით ამ ხელა ევროპაში გასათხოვარი კაცების კუნძული. ჩვენ ქართველი გასათხოვარი კაცები ასე მარტივად არ დავნებდებით და სწორედ ამიტომ ვერ მოგვერევიან. ამიტომ ვერ მოგვერევიან ძვირფასო მეგობრებო. მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია გერმანიის ეკონომიკის და ვანო შოუს კრიზისი ერთად დაიძლევა და ჩვენ შოუს მუსიკალურად გააფორმეთ ბენდი თამუნა ლეკვეშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PNXG, ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან, ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. PNXG საგაზაფხულო აქციები დაიწყე გამოწერა თურქეთიდან PNX-ის საშუალებით და მიიღე 50 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად ბალანსზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი. InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design-ი ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელების 345 და მარტივი ნომერი 45. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ნომერი დათა თუთაშხიას მოტივებზე, რომელსაც დავარქვით მიშა თუთაშხია. ნახოთ. კაი გამარჯობა თქვენი. ყველა მიცნობთ მე და ყველა მიცით რა ცხოვრებითაც მიცხოვრია. არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურს ნურვინ ჩაერევა ჩემ საქმეში. ასეთი იყო ჩემი მიდგომა. რამდენიმე ხნის წინ. მაგრამ რომ ჩავერიე მე ის ნურს ნურვინ ისე ჩაერია ჩემ საქმეში, რომ მართლა არავის საქმეში არ ჩავრეულიყავი, ჯობდა მე მგონი. ჩემთან გაერთიანება რომ გინდათ და ჩემი სახელის ხსენება არ გინდათ? არა, მაგი კაი ამბავი. ჩემი მხარდამჭერები რო გინდათ, ჩემი და ბიზნეს გაგდება? უგუნურობა ეს და უნდა ხვდებოდეთ ამას. ბიძინა ივანიშვილს ჩემი რო ეშინია, მაგიტო არა გამოკეტილი. და გიგალემონჯაოს რო აქვს თავის აღებული ოცნების გასტუმრება? მიტომ არის მე-14 წელია ბიძინა ივანიშვილი ისევ ხელისუფლებაში. ამაზე მიფიქრია მე. მაგრამ თქვენს რო გეფიქრათ არ იქნებოდა ცუდი. როდემდე აპირებთ ასე გაგრძელებას? როდემდე უნდა იძახოთ? ყველა არჩევნების მერე დრაქენი ბიძინა ეს. როდემდე უნდა გახიოდეთ? ჩვენ მათ არ დავიმსგავსებით? რას და გამისგავსოთ? ამ დემოკრატიულმა ჩარჩოებმა და მოსასპობმა პოლიტკორექტულობამ. თუ ხვდებით ამას თქვენ? ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რაც ჩაიდინა, იმაზე უარესი არ ჩაუდენია ბიძინას. იცოდე? კი ხართ ყველა გასალანძღი, მაგრამ ჩემი პირიდან არ შეიძლება თქვენი გალანძღვა. იტყვიან მე ნახეთ მიშა ოპოზიციურ გაერთიანებას მხარს არ უჭერს. იმიტომ კი არ ხართ გასალანძღი, მე რომ აკრიტიკებთ. იმიტომ ხართ გასალანძღი. ბიძინას გალანძღვას ჩემი გალანძღვა რომ გირჩევნიათ. დაიმახსოვრეთ. ოლიგარქი კაცის ფიქრი მარტო ის კი არ არის, რამე შევჭამო. იმასაც ფიქრობს ოლიგარქი, დროზე შევჭამო, რომ სხვა არ დამასროს და იმან არ შემიჭამოს. მაგრამ მეტი ფიქრი არის ეს ოლიგარქი. გაუნათლებელი ადამიანო. ერთს მინდა მიმართო. შეიძლება არ გინდა სუდი და შეგნებულად არ აკეთებ ამას. მე რომ ლანძღ, მაგრამ დააკვირდი. ამ ლანძღვის მერე პროპაგანდისტული მედია თუ გაკეთებს, ცუდი გაკეთებია ესე იგი. პირიქით ასინეთა, პირიქით. მიმართო მინდა გაერთიანებულ ოპოზიციას.
მახსოვს ზოგი დეპუტატი იყავით. ზოგი მინისტრი. ხო და იცი რას გეტყვით? ახლა არ გინდა დათათვაშხია, ხო? ოცნების მხარდაჭერას მინდა მიმართო. მაგ სუპს რო გჭამთ, მაგიტომ კი არ ხართ გასაკრიტიკებელი. მაგ სუპის გამო რო ყველაფერზე ხართ წამსვლელი, მაგიტომ ხართ გასაკრიტიკებელი. ასეა ეს. ახლა კი მსოფლიო ლიდერებსაც მინდა მიმართო. ყველა საქმეში ვერეუდი მე და იქნება ერთხელ მაინც ჩაერიო ჩემ საქმეში. Ურეკეისი თუ ქონია მიშებატონო. გათბა ბებერიძვლები. აი ცივა მციხიში კაცი. საქმე მაქვს შენთან. მიშებატონო. ერთმანეთის მტრობა არ მოგჩემს ხელს. ტეი ყავს ორივეს ერთი და ორივე ერთად რომ მივაკითხავდეთ, აჯობებდა მგონია. მიშებატონო, შენს მეც კაც არ დაუჯერებს ეს ხალხი და გამიყვან იქიდან იქნება და იმოქროზოდებს შენს მოგცი. გამშორდი აქედან ირაკლი. ასეთი კაცები ოლიგარქის სამსახურში რატო მიდიან მაცოდინა ნეტავი ეს? დაიმახსოვრე ირაკლი. კაცი უნდა იყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაც. ასეა ეს. აი მესე მიშებატონო. არა. თათმასეც არ არის. მე კი ვიყოფინებდი ჯამაგირს, მაგრამ მე იმდენი სანათესაო მოგროვდით რომ აღარ ყოფინა უკვე არავის. ებე? შიერი და გამწერებული ბიძინას ფიქრის. ის კი არა მარტო ვინმე შევჭამო. იმასაც ფიქრობს ბიძინა ისეთი შევჭამო არ დამასროს და აქეთ არ შევჭამოს. ვიცი. შემჭამე უკვე. ჩემო ირაკლი. ვისაც შავაცვი იმან გამხადა სწორედ. თათმასეც არ არის. მიშებატონო, ჩემთან პირიქით არის. მე კიდე ვინაც ჩამაცვა იმან გამხადა ზუსტად. ბძენი კაცი არის. ბძენი კაცი. ბიძინა ივანიშვილი. ერთხელ მეუბნება რო დაინახო ორი კაცი ერთმანეთზე მოსაკრავად იწევსო. არ ჩაერიო. დეცადე. თუ ერთმა მოკლა მეორე, მიდი სატირაჟზე იტირეო. ახლა იმ მეორე კაცს რომ წაიყვანენ სასამართლოში, მიდი იქაც და ისე ილაპარაკებით, რომ თლად მისი ბრალიც არ იყო და თლად ისეც რო არ იყო დამნეჭავეო. ასე ვიცხოვრე მთელი ჩემი შეგრებული ცხოვრებაო. ასეთი ბძენი კაცი არის ბიძინა ივანიშვილი, ებე? ირაკლი, შენ რომ ჭკუა ქონოდა, ისე იცხოვრებდი, რომ უკან გახედვის არ შეგწხვებოდა. გაიხედე უკან და მიხვდები მაგას ეთქვავე. გაიხედე უკან. ეგინდი ბებგი. ვიხედი ესე უცნეწემდი. ენი მეტრი ესე უცნეწემდი ხალხო. მეტრი ესე უცნეწემდი. ის კი წავიდა მე რო დავჭი. კნა. ვაგზავნებთ გადაცემას, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-ი, ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. Pinex-ში საგაზაფხულო აქციები დაიწყე გამოწერა თურქეთიდან Pinex-ის საშუალებით და მიიღე 50 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად ბალანსზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენ სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზავნებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი ბიძინა და მისი მაქებარი დეპუტატები. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში. InSound-ის სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი.
ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ეკა გიგაური. ეკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოახერხე და მოხვედი ჩემთან გადაცემაში სტუმრად, ვიცი ძალიან ბევრი საქმე, ადრე ბენდი ყავდა ხოლმე და ისე ხდებოდი, კარგად ხდებოდი. ეხლაც კარგად ხდები. ეხლა აღარა ვართ ისე წელში გამართულები, მაგრამ რა ადრე ტკბილეულიც გველაგა ის იყო, რაღაცას გიმასპინძლდებოდი. ხო, მაგრამ ეხლა ესეც ეხლა უყურე ბენდის ადგილასაც უბრალოდ ახლა დახმარების ფონდი გვაქვს გახსნილი გერმანიას ვეხმარებით. თუ რამე ტანსაცმელი გაქვს, დაპატარავებული, რამე ისეთი აი ძველი ისეთი რომ აღარ ხმარობ, რომ მოგვიტან. რა კარგი საქმე დაგიწევთ. ეს არის დიდი კრიზისი რო არის და ეხლა მე მგონია რომ ინგლისსაც ძალიან უჭირს. ხო. ძალიან უჭირს. შვედეთსაც ძალიან უჭირს და ახლა რაღაცნაირად უნდა გავნაწილდეთ ქართველი ხალხი და გავეხმაროთ ამ. და ეკი არა, ანუ ჩვენი ეს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გავცვალოთ მათთან გამოცდილება, გაუშვათ ეს ხალხი იქ ასწავლონ. გადავიდეთ ძალიან საინტერესო თემებზე, რადგანაც ეს შევეხეთ, ხო, ამ თემას, ნუ იმედი განსაკუთრებით ავრცელებს ინფორმაციას. ბოლო 2 დღეა თუ 3 დღეა რომ ევროპაში გაცილებით ძვირიღის ფასები პროდუქტზე ვიდრე საქართველოში, ხო? შეხო ძირითადად ხო იმას გვეუბნები რომ ევროპა კარგია. თორმე რეები ხდება ევროპაში. წარმოგიდგენია? ესე იგი 4 ჯერ ძვირი ყოფილა გერმანიაში ხორცი. მე რა ვიცოდი, ეკა. ნუ რა არის, იცით, ხო, რთულია, როცა გაქვს 20,000 евро ხელფასი თვეში და მერე 20 евро ღირს და 20 ევროს გადახდა გიწევს რა, ძალიან რთულია. რამდენი ფული, აბა ფულს არ აქვს, ფასი, ევროს ფასი არ აქვს. ფასი არ არის, ხო, ვერა არაფერი არ მოგივა. არაფერი არ. 20,000 евро არაფერი არ არის. ესე იგი 20,000 ჩაი გახვიდე. გარეთ არა ერთი შესვლა მაღაზიაში. ერთი შესვლა. წარმოიდგინე, რითი ულაყებენ ხალხს. წარმოუდგენელია რა. და იმას 450 ლარი გვაქვს პენსია და იმას არ ამბობენ და თურმე 4 ჯერ მეტია, სადაც 2,000 евро პენსია ევროპაში, თურმე აი როგორ ცხოვრობენ და კობახიძე გვეუბნება რომ 10 ლარად ხორცს გაყიდინებთო. ხო, ნუ დაცინიან ხალხს. ხო. დაცინიან ხალხს, მოვიცი მე მგონი, უფრო მეტად აბრაზებენ ამით ადამიანებს. მე გაყიდინეთ ამდენად, აი კვერცხზე დავაკელი, რა ვიცი, ამი თეთრი, მე კვერცხზე, ესე იგი მე ვქენი, კვერცხს მე დავაკელი. კაია. ეხლა ხაზ იყავი ამერიკაში. ეს საინტერესო ამბავია. კაი ამბები ჩამოგაქვს ხოლმე იქიდან. როგორ არიან, რას აკეთებენ? ჩვენზე ლაპარაკობენ? იცი რა არის, ანუ მთავარი არის რომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ჩვენ ქართულ ხალხს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეხლა ყველამ ვიცით ხომ, იქ დიდი პოლარიზაცია არის, რესპუბლიკელები და დემოკრატები სულ რაღაცა კამათობენ, მოდით ასე ვთქვათ. ერთმანეთის პოზიციებს არ იზიარებენ და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოს არის ის საკითხი, რომელზეც მათ აქვთ ყველას აბსოლუტურად აქვთ თანმიმდევრული და საერთო პოზიცია. აი მართლა ესე არის, ყოველთვის გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი ძალიან ფაქტიურად არ არსებობს საკითხი, სადაც შესაძლებელია, რომ სწრაფად შევთანხმდეთ, ან საერთოდ შევთანხმდეთ. მაგრამ როგორც კი ითქმება რაღაც ან საქართველოს საკითხი, როგორც კი გამოდის ხოლმე, მაშინვე ყველანი დავსვდებით მაგიდასთან, მაშინვე ვიტყვით, რომ აი ხო, ეხლა უნდა საქართველოს უნდა დავეხმაროთ, ქართულ ხალხს უნდა დავეხმაროთ. ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი. ანუ როგორ არის ახლა ვიზიტებში ხო ბევრი რაღაცა მიგაქვთ ხო ხო ნუ აი ძირითადად როგორ არის ხოლმე ხო ჩვენ ვცდილობთ რომ გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს ის ანგარიშები რომელსაც ვაქვეყნებთ ხო ადრე როცა კარგი დრო იყო მოკლედ და თქვენ რო ბენდი ყავდათ მე ბეჭდავდი ამ ჩემ ანგარიშებს ხო და ამით ვადარებ ეხლა ვერ მაგრამ როგორც წესი ეხლა ამ ანგარიშებს რო ბეჭდავ რაც ეხლა ვებგვერდზე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი
მაინც ქვეყნდება, მიუხედავად იმისა, დაუბეჭდავ თუ არა, მაგრამ ნუ ძალიან მძიმეა და ძირითადად რომ მიგაქვს ახლა ამ ჩანთით მიგაქვს ეს ანგარიშები, მაგრამ მე კიდევ ერთი საკითხია, რაზეც შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, რეკლამირება და საქართველოში ხა ყველაზე განსაკუთრებული რა გვაქვს, ხო, ქართული ღვინო და აი ამის რეკლამაც განვახორციელოთ, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც ხა საქართველოს რა ჭირდება, ქართულ ხალხს რა ჭირდება, ანუ ამაზე ილაპარაკო, მაგრამ მეორეს მხრივ ყოველთვის ვცდილობთ რომ აი კიდე რა შეგვიძლია ჩვენ ქვეყანას გავუკეთოთ და მოკლედ მიგვაქვს ხოლმე ქართული ღვინო. ოღონდ მართლა ძალიან ექსკლუზიური სხვადასხვა ესეთი განსაკუთრებული მარნებიდან რომ აი მაქსიმალურად გავაცნოთ ადამიანებს რომ რა როგორი უნიკალური ღვინო გვაქვს ჩვენ. მაგრამ ფიზიკურად ამის განხორციელება არის ხოლმე ძალიან რთული. იმიტომ რომ ეხლა მაინც და მაინც ეხლა იქ მანქანა ჩვენ საელჩო იქ არ ხვდება და მანქანები არ ხვდება, ხო? შესაბამისად ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობთ და დილით რო გახვალ და დღის განმავლობაში ეხლა 5-6 შეხვედრა რო გაქვს და როგორც წესი ესე გაქვს, ერთ მხარეს გაქვს ჩამოკიდებული ეს ანგარიშები და მეორე მხარეს მიათრებ ქართულ ღვინოებს. და ეს ბოთლები ერთმანეთს ეჯახება და აი ეს ჭახუნში შევალთ ხოლმე სენატში, ესე იგი ეს დაცვა გვიყურებს რომ ესე იგი ეს რა არის ამდენი 10 ბოთლი რა გინდათ ჩვენ ბოთლი ეს არის ქართული ღვინო ანუ დაცვასაც ვეუბნები და მე რა თქმა უნდა ახლა რომ ავდივართ იმ შეხვედრაზე ძირითადი ეს ახლა ამ პოლიტიკურ რაღაცა მიმოხილვის და ამის შემდეგ და როცა ახლა ამ ანგარიშსაც დავარიგებთ, შემდეგ უკვე გადავდივართ იმაზე, რომ აი ნახეთ ჩვენ რა ჩამოვიტანეთ და მე მიდის დიდი აღწერილობა, რომ რომელი მარნიდან არის, რატომ არის ეს ღვინო ექსკლუზიური. მაგრამ ეს აი რაღაც მომენტში ხომ, ანუ ეს არის ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ ფაქტიურად ბარგით დავდივართ და ამ უზარმა ამ ღვინის ბოთლებით ხომ, ანუ ხა მახსენდება ბრიუსელში ვართ ესე და გაიფიცა ყველაფერი. ხო. ტაქსიც, მატარებელიც, მეტროც, ავტობუსიც, ყველაფერი გაიფიცა, ყველაფერი და ვართ ფეხით. მოგვაქვს და მოვათრევთ ამ ანგარიშებს და ამ ღვინოებს. მივდივართ ესე იგი ბოლოს და ეს არის რა პერიოდია ის სტატუსი უნდა მოგცენ თუ არა აი ეს ზუსტად ეს პერიოდია და დავდივართ რომ გეხვეწებით სტატუსი მოგვეცით მოკლედ მივდივართ და უკვე აი დღის ბოლო არის და ნუ აი წვალობთ უკვე ძალიან და ბოლოს ისე ვართ რომ სწრაფად დავარიგოთ ეს ღვინოები და ანგარიშები რომ აღარ შეგვიძლია და რაღაც და აი ხომ მივდივართ და გამოგვიარა ერთმა ქალმა ქალბატონებო ფეხიდან სისხლი მოგდით ანუ ყველაფერთან ერთად გვატკინა ფეხსაცმელად ფეხები და ასეთი სისხლი და დასახიჩრებულები ისა და მოკლედ ძალიან ხო მაგრამ არ ვნანობთ ამას წარმოუდგენლად უხარიათ ეს ქართული ღვინის მიღება ყოველთვის შემდეგ ინტერნეტში შედიან და ნახულობენ რომ საიდან არის და რომელი რეგიონიდან არის და ასე შემდეგ ამიტომ მე მგონი იმ წინა პირველ საქმესთან ერთად ესეც მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ქართული ღვინო ეხლა ერთ-ერთი მთავარია ჩვენთვის ქართველებისთვის იცი რა უნდა გითხო ეხლა ძალიან უტევენ ჰერჩინსკის ხო მე იმედი მაქვს ეკა რომ კარხარცელივით ფიზიკურად არ გამოიფიტება და არ წავაჩვენებ და არ აყვება ამათ აი ესეთ შეტევებს ხო ეს ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩა მედგრად დგას ხო კარგად დგას და ნუ გერმანიის ელჩიც ესეა ესეთ მდგომარეობაშია და რაღაცა დიდი სტორია მე მაინც მგონია რომ ვერ მოთარგმნეს ანუ ის ვინც უსმენდა ხო ენის პრობლემა ქონდა რა და ვერ მოთარგმნეს ამ კაცმა რა თქვა იმიტომ რომ აშკარად არაფერი მუქარა მან არ ყოფილა. არაფერი ჩაოლებრივი განცხადება იყო. ხო, რაღაცა დენი ადრე 90-იანებში დენი და გაზი რო არ იყო, ანუ იმედი არ მინდა არავითარ შემთხვევაში რომ იქ დაბრუნდეს საქართველო და რა ვიცი, ანუ ცუდი ამაში რა არის? არ ჩვენ არ გვინდა, ვიც უნდა. კი ბატონო. მაგრამ რა არის ის კიებუჯიან ახლა სიტყვაზე ამ ევროპას, მაგრამ საბოლოო ჯამში ხედავთ რომ ბევრი სახელმწიფო ჩინოვნიკი ემიგრაციაში მიდის.
ხო? ხო, და არის ხო ეგ? ხო, ანუ ჯერ ერთი ვისაც ბევრი ფული აქვს და ვინც აი გამდიდრდა კორუფციით, ისინი ყიდულობენ ბინებს და უშვებენ რა თქმა უნდა თავიანთ შვილებს სასწავლებლად იქ და ნუ ცდილობენ რომ უძრავი ქონება უკვე იქ იყიდონ, რომ შემდეგ უკვე ალბათ რაღაცა ისეთი კარგი სიბერე კონდეთ უკვე ევროპაში. და არის ნაწილი, რომელიც ასევე არალეგალად მიდის, მათ შორის ამერიკაშიც წასულან, მექსიკის გავლით, აი ეს რაღაცა ისეთი ცნობილი ის არის გზა არის, მექსიკით უნდა წახვიდე და სხვათა შორის ერთი საინტერესო შემთხვევა გქონდა, ხა 500 დღეზე მეტია საქართველოში პროტესტია, ხო, არა მხოლოდ თბილისში, ხო, გვავიწყდება რომ რეგიონებშიც ხდება და ნუ რა თქმა უნდა, ეხა ზუგდიდშიც პროტესტი არის უწყვეტი და სულ იკრიბება ხალხი. ხო და ერთ-ერთი და რა თქმა უნდა პოლიციაც დასდევს ამათ, ხო? ანუ პოლიციაც ზოგჯერ მარშებს რო აწყობენ ამ მარშსაც გამოყვებიან მთელი ამბავი და ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ესე იგი ამ ზუგდიდის პოლიციიდან მან გადაწყვიტა წასვლა მექსიკის გავლით, მოკლედ ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორც ჩანს, აი ზუგდიდში ამერიკა უფრო მოწონთ, როგორც ჩანს რა. ვიღაც წავიდა კარგათა. ხო, ვინც ხო, როგორც ჩანს რა, ну აი რაღაცა ამერიკა ამ ზუგდიდზე ამერიკა არის და ესე იგი, აი ვინც იქ აქტივისტები არიან, ისინი ყვებოდნენ, რომ რო გამოვიდა ეს კაციო, რო გადაგვეხვიაო. ყველა მივდივარო აქციის მონაწილეებს, ეს მაღალჩინოსანი პოლიციელი. თქვენ გენაცვალეთო, ისე მომენატრებითო, აბა თქვენიცითო, წარმატებაო, კარგად იყავითო და თქვენიცით ბიჭებო. წავიდაო. არა, ვიყურებითო, რომ ანუ ვიღაცები დაგვიჭირაო, კაცო. ხო და თქვენიცითო, ეხლა თქვენიცით, აბა წარმატებები, აბა თქვენ გენაცვალეთო და წავიდა. ხო და გადაკოცნა თან, ანუ გადაეხვი ამათ. ანუ მათ ხარეს აღარ ვიზრობდით კაცო. ანუ რეალურად მაგათ ხარეს იყო. ამბობდა ალბათ რომ ნეტა ამათ მოიგო რა მეშველება, ხო და ბოლოს შეიძლება უკვე იმედი აღარ დარჩა და წავიდა. რადგანაც ახლა თქვი რომ ბევრმა მაგალითად ფულებით იქაური სახლები იყიდეს და ასე შემდეგ, ახლა ნუ ჩემი გაუგონარი იყო 1,700,000-ის ბინებს რო აქირავე და ჯუანშერ ბურჯულას. ხო და იცი რა მაშინ რა ბინებს? ეს რა ღირდა, ანუ რა ტიპის ბინა არის, ანუ ოქროვილი ან რამდენი? ან რამდენი, მაგრამ მე მაინტერესებს ახლა რადგანაც შენ კორუფციაზე მუშაობ ხშირად. ამ ექსკლუზიური ხო არა გაქვს ისეთი, სადაც ჯერ არ გაგიჟღერებია და მუშაობ, რომ ჯერ აქედან გაჟღერდეს რა. ხო, ანუ ეხა გვექნება ცოტა ხანში კვლევა, ანუ ძალიან ხშირად ერთის მხრივ რაღაც ახალ ადამიანებს გამოუკვეთავთ ხოლმე, ხო, აი რომ უყურებთ ვინ დიდრდება კორუფციის ხარჯზე და ვინ ჯიბეში ვინიდებს, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის ფულს და ნუ ბევრი არის ახალი, ასე ვთქვათ, ახალი საქმე, მაგრამ ასევე აი ყავს ჩემპიონები. კორუფციაში. ნუ არიან აი რაღაცა გამოკვეთილი ჩემპიონები. ნუ მათ შორის ვიქტორ ლიდერები, ანუ ვიქტორ ჯაფარიძე, ხო, არის, ხო, ეგრეთ წოდებული ვიწია ნუ ვიქტორ, ხო. მოკლედ იგი და მისი ოჯახის წევრი, ახლა ერთ-ერთი მისი ოჯახის წევრის, ესე იგი, კომპანია დავადგინეთ, ნახეთ რომ 2018 წლის შემდეგ დაახლოებით 32 კონტრაქტი მიიღო სახელმწიფოდან, აქედან 24 იყო ტენდერი და დანარჩენი იყო გამარტივებული შესყიდვა. და ამის მთლიანად ღირებულება იყო 10 მილიონ ლარზე მეტი. და ეს ეხლა ემატება ნუ ის იმ უზარმაზარ ესე კორუფციულ სქემებს, რომელიც მას ჰქონდა აქამდე, ხო? და იქ რაღაცა 30 მილიონამდე მეტ ლარზე იყო საუბარი. და ეს კიდევ ეხლა მოკლედ ემატება რა, ნელ-ნელა ეს იგი ფართოვდება მისი შესაძლებლობები და ნუ ცალსახად ვიტყოდი რომ ის არის ერთ-ერთი ესე ჩემპიონი, მოკლედ აი ამ ლიდერი არის აშკარად ლიდერი, აშკარად. იცი რა უნდა კითხო, აი საერთაშორისო ორგანიზაციებთან პირველი შეხება როდის ჰქონდა?
ვაიმე ძალიან ადრეულ ასაკში მოდი ასე ვთქვათ, ესე იგი ჩემი კარიერა მე ხო დავიწყე საგარეო საქმეთა სამინისტროში და თუ არ ვცდები არის აი 98 წელი, თუ 99 წელი, აი მართლა რაღაც ახალი მისურვა, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მაქვს და მოკლედ გამიშვეს რაღაცა ტრეინინგზე EUTO-ში. ხო და ეს ტრეინინგი როგორია, იცით რომ არის EUTO-სთან არის სასწავლო ცენტრი სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მსურველებისთვის რა. ანუ ყველა ადამიანი ვინც მიდის საერთაშორისო მისიაში და სამშვიდობო მისიაში, აი ეს ტრეინინგი უნდა გაიაროს. და ეს არის როგორ იცით, ანუ თეორიაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ პრაქტიკა არის აი ტარებაც, რაღაც გაუყვალავებში, აი როდესაც ხედავ რომ ნაღმი არა უნდა გააკეთო, რუკის კითხვა, რაციაზე, ესე იგი, რაციის გამოყენება და ასე შემდეგ, 1000 რაღაცა რა და ბოლოში არის რომ აი აფრიკაში მოგიწევს ჩასვლა სამოქალაქო ომში რომ როგორ იქცევი რა იცი რა რომ იქ რაღაცა დანაღმული შეიძლება იყოს იქ რაღაცა გაუყვალავში შეიძლება გაიაროს მანქანამ და ესეც უნდა იცოდე ხო ანუ აი ყველაფერი უნდა იცოდე რა და ნუ რაღაცა ბოლო დღე არის მოკლედ ამ მთელი ტრეინინგის და ეს არის სიმულაცია ანუ სიმულაცია რა არის რომ რაც გასწავლეს ხო ამას როგორ გამოიყენებ პრაქტიკაში და მოგცეს ესე იგი რუკა მოგცეს ეს არის ავსტრიაში ხდება ეს ყველაფერი შტატშლაინინგი არის ესეთი პატარა ქალაქი ვენიდან ძალიან ახლოს რაღაცა ეს თქო ციხესიმაგრეში ვცხოვრობთ ის არის გადაკეთებული ამ ტრეინინგში და გარშემო არის ტყეები და ნუ აი ავსტრია რა და ნუ აი რაღაცა გაუყვალავები და ნუ მთელი ამბები და მოკლედ მოგცეს ახლა ეს რუკა მოგცეს ეს რაცია და გვითხრეს რომ აი ეს არის შენი მისიის ესე იგი მანდატი და ეხლა იქითკენ არის ეთნიკური კონფლიქტი და ეხლა უნდა იქ უნდა წახვიდეთ. ნუ საერთაშორისო რაღაცა ჯგუფი არის ისეთი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან და მივდივართ ეხლა გზაზე და უცბად გამოიარა კაცმა ველოსიპედზე. ყვირილით რომ იქ არ წახვიდეთ ხალხს კლავენო. გავხედეთ ეხლა ანუ თამაშია კაცო ვიღაცამ თქვა ეს დაიცადე სიმულაცია მაგას ეხლა რა ის არის გავანებოთ თავი წავიდეთ გავიგოთ ეხლა იქით რა ხდებაო რა გავიარეთ ეხლა კიდევ ცოტა გზა და უცბად გამოვარ და ხალი რა და გვეუბნება რომ მე ჩემ ოჯახს იქო კლავენო ესეც ხო სიმულაცია იქო კლავენო და ტირის ოღონდ მსახიობი წარმოგიდგენთ ტირის ჩემ შვილებს იკლავენ შეიძლება სახში ესე იგი იქ უნდა ჩავიდე ეხლა წამოვიყვანო ეს შვილებიო და ჩვენ ვეუბნებით რომ ქალბატონო ეხლა ჩვენ ვერ დაგეხმარებით და უკვე ნაწილს უკვე დაავიწყდა რომ სიმულაცია იმიტომ რომ იმდენად ეს ხალი კარგად თამაშობ ვერ დაგეხმარებით ქალბატონო ჩვენო რა და არაო მე უნდა გამოყვე დამეხმარე ჩემი ოჯახი იქიდან გამოიყვანოთ. ერთი ამერიკელი ტონი ყავდა ესე იგი ამ ჯგუფის მონაწილე მაღალი ბიჭი იყო რაღაცა ძალიან ისე და იმან თქვა რომ იცი რა რომ ეხო ესო მაინც ეს ხალიო მაინც მოყვებაო და ხეზე ხო არ მივაბათო. ხო და მე სერიოზულად ვილაპარაკეთ რომ ხეზე ხო არ მიგვება ადამიანი და ბოლოს თქვით რომ არაო ეხლა ჩვენ საერთაშორისო მისია ხო ვართ და ხეზე რანაირად არის ეხლა ხეზე ხო არ მიაბავს საერთაშორისო მისია და ну კარგო მოკლედ გავანებეთ ეს მოყვება და რუკას მივყვებით გაჩნდა მანქანა შეიარაღებული ხალხი წარმოიდგინეთ და აქ არისო გამტარი პუნქტიო რა ხო და გამტარი ხო და გამტარი პუნქტი თუ გამშვები პუნქტი ბოდიში გამშვები პუნქტი და ну მოკლედ ისინი გვაქვს საბუთები გვაქვს ესენი ახლა ამოწმებენ ამ საბუთებს გაიარე რაღაცა ეგეთი ამბავია და მიადგნენ ამ ხალხს ესე იგი რო მოკიდეს ამ ხალხს ხელი და რო ჩატენეს მანქანაში და რო დაქოქეს და რო გაიყვანეს ყველას იმ მომენტში ჩვენ ყველა ერთი 10 კაცი ვიყავით დავიწყებული ქონდა რომ ეს იყო სიმულაცია ისეთი დადგმული იყო დავისტრესეთ ეს ხალხი რა ხდება რაღაცა უნდა გავაკეთოთო ხალხს კლავენ ხალხო მართლა მე ვთქვით რომ ეხლა აგერ ვაკ რაღაცა ხატია და ხო არ გავიაროთ თქო რაღაც და მივედით ამ ტყის მასივი იყო რა ხო და ამ ტყის მასივიდან უცბად გამოხდნენ შეიარაღებული ადამიანები დაგვადეს ეს იარაღი შეგვიკრეს ხელები დააყარეს ამ მიწაზე ჩამოგვაცვეს თავზე ეს ტომრები
მოიხსენით ეხლა მთელი საათები რაღაცები რაც გაქვს ეხლა ყველაფერი ესე იგი ჩაყარეს ამ იმაში მე ეხლა ვზივარ და ვფიქრობ ამათ ეხლა მე რო რაცია მივცე დავრჩებით კავშირის გარეშე ფიქრობ და ჩავმალე ეს რაცია, ესე იგი გმირობის ტოლფასი იყო. თან იმ ტრეინინგზე გვითხრეს რომ რაღაც ეგრე რომ დაგიჭირონო, აუცილებლად ყველაფერი მიეცითო რომ არ გაუჭედოთო რა, ანუ არ გაუძალიანდეთო და მე მაინც გადავწყვიტე რომ ესე რაცია დავმალო და უცბად ესე იგი ამათრიეს ტომარა მომხსნეს და მეორეს ტონი რო ვთქვი რა იმ ხალხს ვაბავდა იმაზე ხეზე ისიც ათრიეს და ესე ჩააგდეს ამ იმაში რაღაცა ბუჩქებივით იყო და დაახალეს იარაღი ამ ტონის რა და რა ვქენითო მე მეუნებიან მიყვირიან გაიგე და ტონი მოკალით მეთქი. ხო და არის მის შეხალხსო ხმამაღლა თქვიო, ხმამაღლა თქვი. ტონი მოკლეს მეთქი. ხმამაღლა დაიყვირეო რა და ხალხო ტონი მოკლეს. ხო და აღარ მახსოვს რა სიმულაცია და ხო და შეეხლაო მოგვიბრუნდნენ, ეს ახლა რომ გავაკეთოთ და ყველა უნდა გთხოვოთ რომ შეგინარჩუნოთ სიცოცხლეო და დადგა ესო ესე იგი ეს ხალხი დაბლა რო არის დაგდებულია ტომარ ჩამოწმეული ეხვეწებიან არ მოკლათ სრული სიგიჟე იყო და ხო და ბოლოს ესე იგი აუხსნეს ეს ხელები და ნუ მოკლედ ვისა და გაიქეცი ახლა და ისინი გაიქცნენ რა მე მთელი დღე ძებდნენ ისე გაიქცნენ რომ ვეღარ პოულობდნენ თვითონ უკვე დამთავრდა ის და მე ახლა მე რო ამიყვანეს მე ესო აიო შენო როგორი კაი გოგო ხარო აკურა და აქ რაციაც მიპოვეს შენო რაციაც და მე რაღაც მე მივხვდი ესეთი რამე ხო არა ეს შეიძლება ეს ხევსურული ის დამემარ მოდი ახლა აქ მეთქი ეს მეთქი თამაშია თუ რა არის მეთქი რაღაცა ხო არ გეშლება ხევსურულად ბოლოს ხო და ნუ მოკლედ ამათ არა კიო всё აიო ყველაფერიო აი მორჩითო რა და კარგი მეუთხარი ენდი ხო და ეს ფსიქოლოგი მეუნებოდა მე რომ ეტყობაო შენო რაღაცა ისეთი ისა გაქვსო რა რომ როგორ მე რო გაგახსენდა უცბათო ეგ იმიტომ როგორ წესი ხალხს არ ახსენდება და ნუ ხო აი მართლა ძალიან კარგად დადგმული იყო და ეს იყო პირველი ჩემი ეს შეხება მოკლედ ამ ხო ანუ ესე კარგად ხარ გადამზადებული კარგად ვარ გაგიშვა რო გაგიჭირდეს ესე იგი შენი ერთი ესეთი კარგი ის იყო რუბრიკა სატელევიზიო რუბრიკა უშიკიშვილის ხო ეს ძალიან კარგი ფენებური ევროპა რომელიც ნუ ეხლა აღარ არის მაგრამ იმდენად კარგი იყო საყურებლადაც რომ რა ვიცი აი შენ თუ გახსენდება ეხლა რომელი რეგიონი იყო შენთვის ახლა იმიტომ შენც დადიოდი უშიკასთან ერთად კი და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ საუბრობდით იმაზე ევროპამ და ამერიკამ რა დააფინანსა რეგიონში, რა პროექტები ქონდათ, როგორ ეხმარებოდნენ ხალხს იქ ადგილებზე. ხო, და კიდევ ერთი ნაწილი იყო ამ მოკლედ გადაცემის, რომ იქ რაღაც საჭმელსაც ვაკეთებდით და ბოლო-ბოლო ამ გადაცემით ვისწავლე საჭმლის კეთება. რომ მაინც ახლა დიდად გამოცდილია ამაში და იქ უკვე რაღაც ნუ ხინკალი ყოველთვის ვიცოდი მოდი ესე ასე ვთქვათ მაგრამ ხო ნუ რა ვიცი კი მე მგონია რომ ხო ანუ შემიძლია ახლა ვერ დავდებ თავს რომ რაღაცა მაგრამ ხინკალი კი ეს საინტერესოა ხო და შემდეგ ხო და ეს ანუ ხინკალზე ახლა გამახსენდა რა თქმა უნდა ხევსურეთი ხევსურეთში ხარ ჩასულები. ხევსურეთში ვარ ჩასულები და ხო და ეს გიორგი მეუნება რომ ეხა რაღაცა მე მოინ გზაშიც აი ამ გზით უნდა წავიდეთ ისა მე ვთხარი მე ვიცი მეთქი როგორც უნდა წახვიდეთ რა. თქო ჩავედით იქ ბატონ არაბულს აქვს მუზეუმი გაკეთებული ძალიან საინტერესო ყველას ვურჩევი წავიდეს და რომ შევედით მე უცბად დავინახე მისი მეუღლე ხო იქამდე ჩავწერეთ შესავალი გზაზე ვიდექი ჩამოვიარეთ ეს გზაზე ნუ შესავალი ჩავწერეთ და ნუ მე შევედით ამ მუზეუმში სანახავად და
მისი მეუღლე გამოვიდა და გიგაურია ის რა და გამოვიდა ვაიმეო ეკაო რაღაც რამდენი არ მინახა რატო არ დარეკერო ჩამღვა ხა გიორგი ესე იმას ხო და რატო აიო ხლაო კაცო ჯონიმ დამირეკაო გიორგიმ დამირეკაო კიდე ვიღაცები ჩამოთვალა და ჩვენი ეკა ვნახეთ გზაზეო და მე უთხარიო კაცო ჩვენი ეკა რო გზაზე ეკო გზაზე ვნახეთ და ეგრო გენახაო ხო დამირეკა ეგრო ყოფილიყო ხო დამირეკავ და ვაიმეო შენ ყოფილხარო რაღაცა და ნუ ნაწილი ალბათ ვიცნობ არ ვიცი მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ერთმა 10 კაცმა ესე იგი დაურეკა რომ ეკო ჩამოვიდა რა არა იმათ არ იცნობ ნუ მე მგონი არ ვიცი არა ხო რა ვიცი ნუ აი რაღაცა ისა და ახლა ჩავედ მე რა შევედით რაღაცა მეორე ოჯახში და იქ მაგამეტი სასაზღვროში მუშაობდა მე რაღაცები ისინიც ვაიმე ეკა ჩამოვიდა მერე კიდე სადღაც შევედით. უი ჩვენი ეკა ჩამოვიდა. მერე კიდე რაღაცა, მერე გზაში ვიღაცამ გამარი ეკა როგორ ახარო. გიორგი მე ამ ყავს აიდო და მე ვთხარი ჩვენ ყველანი ბიძაშვილები ვარ. რითი ვერ გაიგე. მაგარია. ყველანი ბიძაშვილები. ხო, იმიტომ რომ ხევსურეთში ესე იციან. ნუ ყველა არის ერთმანეთის ბიძაშვილი, არა მნიშვნელობა გვარს. მე მგონი ხო? აი, წინა განაცემაშიც გაქნა თქვამი, რომ ყველა ბიძაშვილად გვსლის. ძალიან დიდი მადლობა ეკამ, მინდა წარმატებები გისურვო და მინდა წარმატებები უსვო ჩვენს ქვეყანას. ძალიან დიდ საქმეს აკეთებ ჩვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვის და ნუ რა ვიცი, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად. რატო გეცინება? არ მეცინება. გიხარია. გიხარია რომ ყველაფერი კარგად იქნება. კარგია, მეც იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და მეც ძალიან მიხარია. კი ბატონო, ძალიან. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ეკა გიგაური. დღეს მე ამიგეშვიდობთ ერთმანეთს შეხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. არ გადაართოთ წინ პირველი ხაზი გელოდებათ ვიკა ბუკიასთან ერთად. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.